მოგესალმებით, შენი პოდკასტი. გრძელდება ჩვენი მასწავლებლების წარდგენა. დღეს ჩვენი სტუმარი არის ნეიროგრაფიკის მასწავლებელი მარიამ გზირიშვილი. გამარჯობა. 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 როგორ ხარ? კარგ, თავად? შვენივრად. ხო, აი დადგა ეს დღეც. ხო, ეხლა დავიწყოთ იქიდან, რომ მოდი იცი რა მოყევი, აი ყველაფერი როგორ დაიწყო. ჩვენი გადაკვეთა რაღაცები, იმიტომ რომ ეხლა რატო გეკითხები ამას? იმიტომ გეკითხები, რომ როგორც შენ, როგორც ეკატერინე ზაიცევა, რომელიც ჩაუწერეთ ჩვენი ჰილერი, ისე შენ ხარ ჩემთვის მაგალითი ასტროლოგიური ნათალური რუკის დამუშავების მაგაზე ჯერ მოსმენის, მერე მიღების, მერე დამუშავების და მერე ნამუშევრის ნაყოფის მიღების, ესე ვთქვათ რა. რომ რაღაცა სამყაროს ეს ზურგის ქარს სურო ვიძახი ხოლმე, იმ ზურგის ქარის შეგრძნების და ხო, აი ამ ტალღაზე დაждდომის. ეხლა ეს არის ეს ეხლა რაც ვილაპარაკე არის იმიტომ არა რომ რაღაცა ჩემი კონსულტაცია თუ ვიღაცის კონსულტაცია, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაატარებს. ეგ არის ძალის ისტორია, რომელიც შენ გადაგხდა პირადად და შენ გააკეთე და შენ თვითონ გააკეთე ყველაფერი, ანუ ის გაიდენსი რაც მოდის არის ერთჯერადი გაიდენსი, მერე შენ თვითონ და გააკეთე და აი ეგ როგორ მოხდა და საერთოდ როგორ დაიწყე ეს ყველაფერი და მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი. სიხარულით. მოსაყოლი იდეაში გროვდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, როცა რაღაც თავგადასავლები მოდის. მოდი დავიწყოთ ჯერ მადლიერებით და დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და განსაკუთრებით დიდი მადლობა ცენტრს. ფუნქციონირებისთვის და ინფორმით ფუნქციონირებისთვის, რა ფორმითაც დღეს ამ რეალობაში ჩამოიტვირთა და განსხეულდა. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და შენაკადი უკვე ჩანს და მომავალიც კოჭებში უკვე ეტყობა. ეს ერთი. საიდან დავიწყე? კლასიკურად ადამიანის ცხოვრებაში საიდანაც იწყებენ გაუსაძლისი ტკივილებით. სხვანაირად ეს არ ხდება. აი როგორი ტკივილებით იცი? მამარდაშვილი რო წერს, ხო იცი, გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად და აი სუსტად მანდედან. იდეაში ერთი მარტივი თბილისური ცხოვრებიდან უცებ ყველაფერი ჩავიდა ნულს ქვემოთან ნიშნულზე. ეს კონკრეტული ასაკიდან დაიწყო თუ აი რომ დაახლოებით 24-25 წლიდან, აი განსაკუთრებულ ფაზაში შევიდა იუპიტერის დაბრუნება რო გადავიდა, მერე გააქტიურდა განსაკუთრებით ჩაყვინთვები. და აი ეს სირთულეები გამოიხატებოდა ყველა პოტენციალში. იყო ეს, რა ვიცი, სულიერი ტკივილები, მენტალური, ვერ გადახარშვა რაღაცების, შენი რეალობის. ამას მოყვა ფიზიკური რეალობები, ჯანმრთელობას შეეხო ისე სერიოზულად, რომ ონკოლოგიურის პაციენტი გავხდი. კი. ხო, ეგ იშვიათად ყვები ხოლმე ამაზე. ფინანსები ნულს ქვემოთ ჩავიდა, პირად ცხოვრებაში ყველაფერი დაინგრა. უბრალოდ აი ხვდები, რომ არა თუ სინათლეს ხედავ გვირაბის ბოლოს რომ სინათლე შეიძლება არსებობდეს, ამის პოტენციალიც კი აღარსად აღარ არის და სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ აი აქედან როგორ უნდა გამოვიდე და ალბათ ერთადერთი რითიც შეიძლება გამოხვიდე არის სუიციდი, ნუ აი მეტი რანაირად, ხო? და თან გინდა არ გინდა ეს რაღაც გიბიძგებს, რომ სამყაროში შეიძლება იყოს საშველი და აი ამ ჭიდილში ხარ, რომ იცი რომ ფსკერზე ხარ დაშვებული და არა რა აღარსად არის წასასვლელი და ამ პერიოდში შემოვიდა ერთი ესეთი საკრალური სიზმარი, ერთი ესეთი საოცრება იყო. ნუ მთელი კოუჩები და ფსიქოლოგები ამ დროს გელაპარაკებიან, რომ აი ზედაპირზე ამოყვინთე და ეს შესაძლებელია და ხვდები რომ აქ არ არის შველა. და ესეთი საკრალური სიზმარი იყო, მახსოვს ერთი ღამე რომ იმ სიზმარშიც ვარ ფსკერზე და ჰაერს ვითხოვ და ვიცი რომ ამოყვინთვა შემიძლია, მაგრამ ამოყვინთვა გზა არ არის. და ესეთი მინიშნება მოდის ამ სიზმარში, რომ აი ამ ფსკერის ქვემოთ არის ორჯერ ღრმა ფსკერი. აი იქ თუ ჩახვალ, იქიდან იწყება ყველანაირი სინათლე. და ეს იყო, აი ჩემი მერკურით, საერთოდ სამყაროს კოსმოგონიის აღქმა თუ კი რამე შემეძლო, იმ მომენტში მივხვდი, რომ ფსკერის კიდე ღრმა ფსკერზე უნდა ჩახვიდე, რომ რამე სინათლისკენ იპოვო გზა და აი აქ დაიწყო მთელი თავგადასავალი და აქ დაიწყო ის მოგზაურობა შინაგან სამყაროში, რომელიც რაც უნდა გააკეთო, გარეთ ვერ იპოვო ისეთ საინტერესოს, როგორც ხდება შიგნით და დავიწყე ყველაზე ბნელ ჩრდილებში ჩასვლა საკუთარი არსებობის, აი shadow work რასაც ქვია. ანუ ეს ეხლა ეს რასაც იძახი, აი გარდა სიზმრისა უკვე მე კონკრეტულად ტექნოლოგიები დასერჩე თუ როგორ ხო კი ეს ნელ-ნელა მოვიდა მაგრამ აი ყველაზე პირველადი რაც იყო და აი მაშინ ვისწავლე რომ სამყარო გელაპარაკება აი როგორ უნდა ჩახვიდე ამას ხო ტექნოლოგია სჭირდება და
აი ეს ნიშნები მოდის და რომელსაც უნდა უსმინო და პირველი რაც იყო დაივიწყე ყველაფერი რაც აქამდე იცოდი და გონება გამოიყენე მხოლოდ იმისთვის რომ ზემოდან რაც მოვა ის შენაკადი აი ეს ვერბალურ ან არავერბალურ ფორმაში გამოიყენო და ამით ჩახვიდე ქვემოთ და ყველანაირი აზროფორმა ღირებულება თითქოს რაც აქამდე მისწავლია სამყაროზე გადავდე გვერდით და ავიღე ერთი დეკორაცია და ეს რატომ ხდება და აი ბოლო რატომზე რო ჩადიხარ მან დიშლებოდა ყველაზე მაგარი ბირთვში ხვდები რომ აი ეს ბირთვი არის ის ანარეკლი და სარკე რაც გიჩვენებს სამყაროში რა წესრიგი დაარღვია იმისთვის რომ შენი რეალობა ყოფილიყო ის რაც არის და ხვდები რომ შენი თავი რო მოარყავი თვითგვემაში რო იყავი შიშებს რო გასაქანი მიეცი არ ვიცი წენა რო ვერაპატიე და ეს რაღაც შესაძლებლობა გეგონა აი აქ იმ ხელა ღვთიური წესრიგები დაარღვიე რომ აქ წავიდა დიდი რღვევა და რეალობაში მოხდა ის რაც მოხდა და იმ აქ ყველაფრის გაცნობიერებით ერთი სინათლე გაჩნდა მეორე მესამე და რაღაც გზები გამოჩნდა და კიდევ ამას დაემატა კიდევ უამრავი ტექნოლოგია განსაკუთრებით ამ დროს ესე მოხდა საქართველოში ყავს ერთი საოცარი სპეციალისტი ფენშუის და მისი გავლით აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მადლიერების ტექნიკა, ოღონდ ძალიან მაღალი გამოვლინებით და დავიწყე აი ამ სიღრმეებში ჩასვლასთან ერთად სიმაღლეზე წაპოტინება, ესე ვთქვათ, ამ მადლიერების ტექნიკით და ზუსტად ერთ წელში საერთოდ სხვა რეალობაში ვიყავი, შემიძლია გითხრა. ხო, მესმის. ეგეც ეხლა შენ რაც თქვი რა, რომ აი ფსიქიკის სიღრმეებში ჩასვლა და რაღაც ხო, ჩემი დაკვირვებაც ეგეთი არის, რომ ანუ ერთი ნაწილი არის ის, რომ შენ ჩადიხარ ქვეცნობიერში და ქვეცნობიერთან მუშაობ და იმ სიღრმეებში და ზუსტად შენ რასაც იძახი რა, რაღაცნაირად ანუ აღმოჩნდები რაღაცა ფსიქიკის ნაკადში, შენ თავს აღმოაჩენ და ამ ფსიქიკის ნაკადში ხარ მსხვერპლი, ჩვეულებრივად, ანუ თავიდან, ანუ მსხვერპლი ხარ, ხო? და რაღაცა და მე ამ რატომებით, ხო? ანუ ეგ ძალიან კარგად თქვი შენ, რომ მიდიხარ იქამდე, რომ ანუ უკვე გამოარჩევ და გამოარკვევ რანაირად აღმოჩნდი აქ რა, საერთოდ. რატო აღმოჩნდი აქ რა და ხო ეს ერთი და მეორე კიდე რას ვაკვირდა ვიცი რომ შენ მიხვდები კარგად რასაც ვიძახი რომ ანუ მარტო ქვეცნობიერთან მუშაობა აი ხალხი არის რომ წლები ქვეცნობიერთან მუშაობს რა აი 4 წელი სიზმრებს იწერენ და რაღაცებს აკეთებენ და ის და ხო ანუ კიდე ზემოდან ზეცნობიერი დავარქვა თუ ღვთაებრივი რეალობა თუ რა არ აქვს მნიშვნელობა რა იქიდან თუ არ აკეთებ კიდე მუშაობას და ზუსტად შენ რაც გააკეთე რომ ეს უკვე მადლიერება ესეთი რაღაცები ღვთაებრივი გამოვლინებები უკვე ზემოდან ქვემოთ სიარულიც არის რა ანუ ორივე მხრივ ანუ განვითარების დროს ორივე მხარეს უნდა გაფართოვდეს ცნობიერება რა მაშინ ხდება სწრაფი ინტეგრირება და აი ზუსტად შენ რაც ანუ ხა ძალიან კარგად მეტყოლებს რა იმაზე და აი მადლიერების ხო მადლიერებასთან ერთად რა ანუ უკვე შეამჩნიე ცვლილება ხო შევამჩნიე არ ქვია მას აი უკვე პირდაპირ ფიზიკურმა რეალობამ აი საძერწერო აიღო და გამოძერწო ესე დაიწყო ტრანსფორმაცია უკვე ისეთი აზროფორმები გაჩნდა თან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ დროს თავისთავად შემოდის ის სამყაროსეული ცოდნა რომ რასაც გაქვს კონცენტრაცია ის ზომაშიც იზრდება და რაოდენობაშიც და უკვე ხვდები რომ ზომაში და რაოდენობაში იზრდება ის რაც გინდა რომ გაიზარდოს და უკვე ხვდები რომ რამდენიმე თვეში ვარიანტთა სივრცის საერთოდ სხვა მოდელში ხარ ადამიანი გადასული ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი გინდა არ გინდა და მე ეს კიდევ უფრო მეტ გზას უხსნის ამის მერე წამოვიდა ამ რაღაც მადლიერების ხელები ამიწევია ესეთი საოცარი ტექნიკა ალბათ რამდენიმდე დამიტესტავს და ესეთი საოცრება არაფერი არ არის ამ ყველაფერმა გააჩინა მე კიდევ სხვადასხვა თავშესაქცევები არ ქვია ალბათ უფრო წყურვილის გაძლიერება რომ საკუთარი თავი შეიმეცნო და ამ გზაზე თან ჩაყვინთვის და თან ზემოწიების არ დავტოვე არ ვიცი მოლა შამანი ასტროლოგი ეზოთერიკოსი აი თუ კი ვინმესთან შემეძლო საკუთარ თვითიდენტობაზე და თვითგამორკვევაზე რამე კითხვა და ამას ყველას მივადექი და სხვა შორის ერთ-ერთი შენ და ძალიან დიდი მადლობა ერთ-ერთი დიდი ნახტომი და დიდი რგოლი შენ ხარ ამ ჩემი კარმის გზაზე. მადლობა.
და ისე მოხდა, რომ ხვდები, რომ სადღაც არის შენი პასუხები, სადღაც არ არის. რაღაცები ისე მთლად ვერ არის და თან ასტროლოგია ნათალურ რუკიდან გამომდინარე, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა ახლოს არის ჩემი შემეცნების წყაროებთან და დავიწყე ასე თუ ისე შესწავლა ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიის, ჰიპნოთერაპიის, NLP-ის და ხვდებოდი, რომ რაღაც აკლდა, მაგალითად, სიტყვაზე ფსიქოლოგიას აკლდა ეზოთერული კუთხე და ბიოენერგეტიკული კუთხე. ბიოენერგეტიკულ კუთხეს მოვადგებოდი რაღაც დედამიწის მონჭიდების წერტილი აკლდა და მივხვდი რომ სამყარო მეუბნებოდა რომ ამას კი რამე არ აკლია შენთვის არის საჭირო რომ ყველაფერი გაიარო ეს ყველაფერი შეაერთო და შენ ცნობიერებაში ჩამოტვირთო ეს შენი შიდა ალქიმია უნდა მოხდეს და მე შენი პირადი გამოცდილება უკვე გადმოვა ისიც ეხა ანუ ესეთი ძლიერი გამოცდილება რო გაქვს მადლიერების მე მგონი ძალიან მაგარი იქნება ეგეც რო ასწავლო იმიტომ რომ ეგ არის რა პირადი გამოცდილება უნდა დავიწყო მეც ეგრე ვგრძნობ რომ იმიტომ რომ პირადი გამოცდილება არის და შენ რამაც შეგცვალა ეგ ძალის ისტორია ხო ეს თვითონ აი ამ პროცესის განმავლობაში უკვე სხვადასხვა ზეგავლენები რო შემოდის რა და აქ რაღაცა ხო ანუ იქ იმას იცნობ აქ ამას რაღაც ხო ანუ თან პრაქტიკული კუთხით მუშაობდი უკვე აი ეს მადლიერებ თუ აი ხო პრაქტიკა რა ქონდა ძირითადი სამუშაო პრაქტიკა რა იყო ძირითადი სამუშაო პრაქტიკა მადლიერება იყო მუდმივი აი ეს თვით ჩაყვინთვა და ეს რატომ ქვეცნობიერში ჩაყვინთვა იყო მუდმივი და ამ გზაზე დანარჩენი შემოდიოდა ჰიპნოთერაპიაში რუსუდან კვირიკაშვილს დიდი მადლობა ამაში ასევე ჩემს ბნელ ჩრდილებში ჩასულისთვის ერთ-ერთი დიდი ადამიანი მედგა გვერდით ყველა ის მინიშნება რაც იმ მომენტისთვისაც მზად ვიყავი თუნდაც იგივე შენგან მოცემული რისი გავლითაც რაღაც სამყარო შემემეცნებინა და ყველაფრის დაპრაქტიკება დავიწყე მაგალითად ტიბეტელებმა შენირჩევით რაც მოვიდა ძალიან დიდი შედეგები მომცა და იყო სხვა მრავალი ტიბეტელზე ალაპარაკი ვარჯიშის სისტემა არის ესეთი ხუთ მოძრაობას ასრულებ ნუ ემოციური კარკასი ისე გამყარა რომ რა არ მიცდია და მსგავსი არაფერი არ გამოსულა. ხო, ძირითადი იყო აი რაღაც ამ მიმართულებებით, ოღონდ აი ჩაშლილი რაღაც უფრო ვიწროდ გასული. მაგრამ ძირითადი მაინც იყო მადლიერება, იმიტომ რომ აი ბაზისი მადლიერებას როგორ აკეთებდი? შეგიძლია ერთი ორი სიტყვით თქვა აი შენი მეთოდი მადლიერების, მადლიერება ნიშნავს ხო პრაქტიკას რომ მუდმივად გამოხატავ რა აფასებ ხო ის რაღაცები რაც გონია რომ თავიდან რომ ცნობიერება არც უყურებს გონება რომ აი ეს რაღაც თითქოს აი ბუნებრივად მოცემული ამისთვის და უნებრივი ფაქტია შენ ამას უკვე ყურადღებას ამჩნევ და ხვდები რომ ეს რაღაცა მოგემადლა ესე ვთქვათ ხო ანუ შენი მეთოდი რა იყო კი პირველადი მეთოდი იყო ძალიან მარტივი ბლოკნოტი ავიღე და ესე მარტივად ინფანტილურად დავიწყე იმ საღამოს ჩამოწერა დღეს რისთვის ვიყავი მადლიერი და მივხვდი რომ დაიწყო ისეთმა ენერგიამ შემოსვლა რაც იქამდე არ მიგვრცუნია. აი პირობითად ავიღოთ იმ დროს ვიყავი სტუდენტი საზღვარგარეთ და ფინანსურად ძალიან მიჭირდა. და მივხვდი რომ ეს ენერგია ამ ენერგიამ გამაგებინა რომ მე პრობლემა იმაში კი არ მქონდა რომ რაღაც მაკლდა არამედ ბედნიერება მქონდა ზუსტად იმაში რომ დღეის საკვები მქონდა რომ გამომეყენებინა გონებამ დაიწყო იმისი აღქმა რომ პირობითად ახლა ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელად რომ არიან ეს ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული უამრავი მიზეზ შედეგობრიობა მოხდა სამყაროში რომ დღეს ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად და ბედნიერად არიან და ამაში მეწვლილი არ მიმიწვის და მინიმუმ მადლიერი მაინც ხომ დავიყო უბრალოდ ხვდები რომ მილიარდობით უჯრედია შენს ორგანიზმში მობილიზებული იმისთვის რომ შენ ჩაისუნთქო და ამოისუნთქო და ამ ყველაფრის აღქმა რომ დაიწყო გონებამ საერთოდ სხვა შრეებზე გავიდა აი ეს რაღაცა ფსიქიკური ბმულები გარეთაც ადამიანებთან საუბრისას და უკვე დაიწყო ყველაფერში იმის ძებნა რომ სამყარო ყველაფერს აკეთებს შენთვის და არაფერი არ ხდება შენ თავს ყველაფერი შენ და სამადლობლად არის და რაღაც სასწაულები და არის ერთი დიდი ცნობიერი პროცესი და ანუ ცხოვრობთ გონებაში ანუ ღმერთის გონებაში ვცხოვრობთ აბსოლუტურად ყველაფერი გონება არის რა და ცნობიერია აბსოლუტურად ყველაფერი ზოგი შედედებულ ფორმაში ზოგი დენად ფორმაში არა აქვს სინათლე რა ფორმაში არის გამოვლენილი ხო ეხლა მაინტერესებს უკვე ეს პრაქტიკა მთავარი შენი სახურების იარაღი ესე ვთქვათ რაც არის და პირველი გამოცდილება ნეიროგრაფიკის მქონდა მე მახსოვს რომ ჩემმა მეგობარმა გამაკეთებინა ძალიან ადრე ხო მაგრამ
აი არ ვიცი რა, იმას მადლიერი იმ მეგობრის, ანუ მადლიერება ცოტა დამტრავმა. კი. ანუ რა ვიცი რა, მე რაღაცას ვაკეთებ და არა ესე, არა ისე და რაღაცები და ისე ქენდა. ანუ მე მივხვდი რომ ანუ ხო და მე გომარდულში უკვე რა რიტრიტზე რო ვიყავით, ანუ ხო, ციგუნის რიტრიტზე ერთად ვიყავით, ჩვენც იყავით წამოსული და ანუ იქ უკვე შენ რო გამაკეთებინე და მაგისთვის კიდე ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო დაგვითმე ყველას იქ და მადლიერები ვართ ყველანი. მანდ უკვე მივხვდი რომ რამხელა ცოდნა ჭირდება მაგ პრაქტიკას, ანუ ნეიროგრაფიკას რა და მოდი ჯერ დაიწყე საერთოდ რა არის ეს ნეიროგრაფიკა და მე უკვე დეტალებში შევიდეთ. ხო და ის უნდა მოყვე აუცილებლად საიდან მოვიდა, რაღაც აქაც ზემოდან იყო flow ესე ჩემი თარ მომხდარა და იქ კიდე საინტერესოა. ყველაფერი დაიწყო ძალიან ისე მარტივად, ტრენერთან ვარჯიშობდი და აი სულ ზმოდი რომ აი ტკბილი მიყვარს და თავს ვერ ვანებებ და ჩემმა ტრენერმა ეს ჩემი ინტერესები იცოდა და ესეთი რაღაც მითხრა რომ ერთი პრაქტიკა არსებობს, ნეიროგრაფიკაო. აი შენ განსაკუთრებით კარგად გამოგივაო და სცადეო, ესე არც მომხვდა ყურში მაშინ. რაღაც დრო გავიდა და გონება სულ კარნახობს რომ ნეიროგრაფიკა უნდა გააკეთო. დავიწყე YouTube-ზე ალგორითმების დასერჩვა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თუ სადმე უნდა მესწავლა ძალიან ძვირი ღირდა, არ მიღირდა ფიზიკურად და ხო, დავიწყე რაღაც ძალიან მარტივად დატესტვა საკუთარ თავზე, იმით რაც გავარკვიე. და პირველი პრაქტიკა მქონდა ესეთი, რომ იმ მომენტში წყალს არ ვსვამდი საერთოდ დღეში მაქსიმუმ ერთ ჭიქას და მოდი დავაპროგრამო ჩემი თავი თქო. რადგან მეუბნება ნეიროგრაფიკა რო პროგრამირებისთვის გამომადგება როგორც ინსტრუმენტი, მოდი შენი ფსიქიკის პროგრამა. კი, მოდი დავაპროგრამო ჩემი თავი, რომ წყალი მომაწყუროს სიტყვაზე და ეს რაღაც საერთოდ არც მიმიქცევია ყურადღება, რომ ეს შესაძლებელი იყო. პირველივე პრაქტიკა რო ჩავატარე, ოღონდ აი რაღაც YouTube-ზე ზედაპირულად გადმოწერილ ალგორითმებზე ვამბობ. პირველივე პრაქტიკის მე რო ხვდები, რომ 24 საათის მერე წყალი მინდება. დაახლოებით 2 ლიტრი. გადის კიდევ რამდენიმე დღე, ვფიქრობ ალბათ რამე პლაცებო იყო. გადის კიდევ პერიოდი და ხვდები რომ ორგანიზმს ეს უნდება და მივხვდი რამხელა პოტენციალის მატარებელია და მივხვდი რომ აი აქ უკვე უნდა დაიწყოს სწავლა. იმ მომენტში იტალიაში ვიყავი და თან ისე მოხდა რომ რაღაცა ზუსტად რამდენიმე დღეში ახალი ჯგუფი იხსნებოდა და დავიწყე ეგრევე შესწავლა და მივხვდი რომ აქვს სასწაული პოტენციალი. თუ დავიწყებთ ესე ვთქვათ საუბარს, საერთოდ რა არის ნეიროგრაფიკა, ხო? აი ესე შავი თეთრზე წერია, ესე დეფინიცია აქვს, რომ ნეიროგრაფიკა არის საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობის ერთ-ერთი გრაფიკული მეთოდი. მაგრამ აი ქვეცნობიერი ვიზუალური ფორმით, ხო? ანუ ვიზუალური გამოხატვა. კი, ხატვით, წერის ტექნიკა, ხო, დაგიტესტავს. და მაგრამ რეალურად რაში გამოიყენება, აი მანდ უკვე ცხოვრებისეული მაგალითები რომ მოყვე, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ რო დავუკვირდეთ ჩვენი ნებისმიერი გამოხატულება, აზროფორმა. აი პირობითად რო ავიღოთ, ახლა შემოვიდეს ვინმე და რა გითხრას რაღაც უხეში სიტყვა. შეიძლება ჩემი გამოხატულება იყოს სრულიად სხვა, გავბრაზდე მივარდე, შენ დასცინო, რაღაცა ვიცი, ჯარა იჩხუბოს და ასე შემდეგ. რეალურად გარე რეალობა ერთია, მაგრამ მე და შენი გამოხატულება სრულიად სხვადასხვაა, ხო? ჩვენ ვართ ჩვენი პროგრამების შედეგი. და ჩემი პასუხი გარე რეალობაზე, ჩემი აღქმელობითი მოცემულობა არის თავიდან ბოლომდე ჩემი პროგრამების შედეგი. ანუ ის რაც ხდება ჩვენ შიგნით. ახლა ეს რომ დავშალოთ და მე და შენ ჩავიდეთ ქვემოთ, ჩვენი დღის განმავლობაში, ჩვენი აქტივობების რამხელა პროცენტია რეალურად ჩვენი პროგრამების შედეგი, შეგვაშფოთებს მინიმუმ რო წარმოვიდგენთ, რომ რამდენად მართული ვართ. ყველაფერი ფაქტიურად. რუკაც ეგაა, ნათალური რუკაც ეგაა არაერთი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი პროგრამების შიგნით, რომელიც არც გახსოვს როგორ არის დაგროვილი. კი. და აი ვერც ვაცნობიერებთ ადამიანები ყველაზე ხშირად ახლა პრაქტიკებზე, რასაც ხვდები ხოლმე, არ გაგვიკვირდება რა ვიცი, არის ბავშვობის ტრავმები და აი დედა რო ეუბნება ბავშვს, რომ აი ეს უფროსი და-ძმა შენზე ბევრად უფრო ჭკვიანია, შენ ცელქი ხარ, არაფერი არ გამოგივა და ეს პატარა იზრდება და მე მთელი ცხოვრება სადაც მიდის სამსახურში, ყველგან პოტენციურად არქეტიპში ეძებს უფროს დედმამიშვილს. იცის რომ ვიღაც ჯობია და მე მთელი ცხოვრება უნდება იმ ჭიდილს რომ დაამტკიცოს, რომ ვიღაც ჯობია. ან ვიღაც რო გეტყვის ბავშვობაში, რომ საკმარისად ლამაზი არ ხარ და მე განსაკუთრებით ხვდებით ახლა ყოველ დღე, რომ
ვიკეთებთ წყვილს, ვიკეთებთ ტუჩს, ყველაფერს, რომ გარედან დავიკომპენსიროთ. ეს ყველაფერი არის ჩვენი პროგრამების შედეგი, რა თუნდა ამას საუბარი. და დღესდღეობით საბედნიეროდ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც პროგრამების ცვლილება შეგვიძლია. ჩავიდეთ სიღრმეში და იქ შევცვალოთ დაპროგრამებული ადგილი. ანუ მე სადღაც უფროს დედმამიშვილში კონკურენტი კი არ ვეძებო, არამედ ძმა ვეძებო და მეგობარი. და ნეიროგრაფიკა არის ერთ-ერთი ფანტასტიკური ინსტრუმენტი ამისთვის, რომ ჩავიდე და იქ პროგრამები შევცვალო და იქიდან რომ გამოვიდე, ჩემი ფიზიკური რეალობაც აბსოლუტურად შეცვლილი იყოს. ხო, და აი, იცი რა მაინტერესებს, თვითონ აი შენ როგორ გზნობ, პრინციპი როგორ მუშაობს რა? აი მაგალითად, მაგაზე ორი აზრი არაა, რომ პროგრამები თუ ართ სავსე და მთლიანად პროგრამა ვართ რა, ესე ვთქვათ რა. კიდე არის ჩვენში დამკვირვებელი, რა თქმა უნდა, რომელიც აღიქვავს, მაგრამ ის ანუ ვიტავაცნობიერებთ ან არა ამას რა. ხო, ეს პარამატრას რაც ძახიან, ეს ან არის გაცნობიერებული ან არა, ხო, ჩვენში ეს რაც უყურებთ. ხო, მაგრამ დანარჩენი უკვე ეს ყველაფერი პროგრამებია. მათ შორის ახლა გენეტიკური პროგრამები და ასე შემდეგ, ხო? ეს და ახლა შენ რა მაგალითს თქვი, რომ ვიღაცა შემოდის, რაღაცას გვეუბნება და ჩვენი რეაქციები ამაზე როგორია, ეგეც განპირობებული არის. აი, აქ როდესაც იწყებ, აი, სუფთა ფურცელი გაქვს და კალამი და რაღაცა, ხო? ანუ აი იმ პროგრამას, რომელიც მე ქვეცნობიერში მაქვს და ხო სხეულში მაქვს და ასე შემდეგ ხო აი კალამზე იმით როგორ ფურცელზე და ფურცლზე ასე როგორ ამუშავებ ანუ აი შენ როგორ ხედავ მაგას რა ხა ამას ვიტყვი ცოტა სხვადასხვა კუთხით და ვეცდები რომ ტერმინები ნაკლებად გამოვიყენო რომ ცოტა უინტერესო არ იყოს პირველ რიგში ესე ჰაერზე არ ხდება ამას აქვს თავისი 7 საფეხური რასაც ახლა მე შენ არ გეუბნები რომ ეხა ეს საფეხურია შემდეგ მაგრამ კარნახობ რაღაცას ამას აქვს თავისი თანმიმდევრობა პირველ რიგში ვიწყებთ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს გახურებით ესე ვთქვათ რაც არის წერის პროცესი და იმ ადგილის გახურება და ესე ვთქვათ ჭრილობის ჩახსნა რომელშიც მდებარეობს ეს პროცესი და ეს გადმოგაქვს ფურცელზე ხო? კი აუცილებლად გადმოგაქვს ფურცელზე ანუ კონკრეტულად რაღაცას ახატინებ, რომელიც არა, ჯერ ვიწყებთ წერით. წერა არის აუცილებელი ჯერ იმისთვის, რომ ის ჭრილობა გავხსნათ, ეს ფიზიკურ დონეზე რო ავიღოთ და ეზოთერულ დონეზე მე ჩემი საყვარელი მასწავლებელი მზეონა სულ მიხსნის ხოლმე, რომ ყველაფერი დაწერე, იმიტომ რომ ის დედამიწასთან მოჭიდებას პოულობს ენერგეტიკულ დონეზე და საერთოდ სხვანაირად შეიძლება რას წერ, ანუ პრობლემას წერ? პრობლემას წერთ, ჩემს ბლოკებს, სიტყვას მოდი ავიღოთ ბლოკებს. მოდი ავიღოთ, რა ვიცი, მაგალითად, სახლი მინდა ავაშენო. ჩემს ნეირონში როგორც კი დაფიქსირდა აზრი, რომ მე სახლი მინდა ავაშენო, ეგრევე გასცემს პულსაციას, რომ სად არის დღეს ამის ფული, ხვალ მშვიდობა იქნება, ეხლა სახლის აშენება რა ჯდება და აი მთელი ეს პულსაცია ნეირონულ ქსელებში გაყვება ტვინს და შენ გაქვს ბლოკების ერთი დიდი გრობა, რომელიც წინ კედლად გიდევს, რომ სახლი რეალურად არ ააშენო. და ვიწყებთ აი ამ ბლოკების ნგრევით წერის პროცესში. პირველი ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. შემდეგი ანუ კონკრეტული რაღაც სხვადასხვა ვთქვათ მიზანზე სხვა რამეს ემსახურება, ვთქვათ ბლოკების ნგრევაზე სხვა რამეს, მაგრამ მეორე ეტაპი ახლა რა არის? ჩვენს ტვინში მილიარდობით ნეირონთან ერთად არსებობს ერთი ესეთი ჯგუფი ნეირონები, სარკისებრი ნეირონები და არის საოცარი არსებები. ეხლა ისე პრაქტიკაში რო ავხსნათ, ისეთი ყველაზე გავრცელებული მაგალითებით რა. მე რო ახლა დავიწყო მტკნარება, ზუსტად 1-2 წუთში შენ ისე მოგინდება მტკნარება, რომ ვერც მიხვდები. გავირეკლავ ანუ აუცილებლად. ან მე რო ლიმონის ჭამა დავიწყო, შენ ისე მოგადგება სიმშავე და ნერწყვი პირში, რომ რა შუაში ხარ, ხო რეალურად მე ვჭამ ლიმონს, შენ რა შუაში ხარ. ჩვენს ტვინში შუბლის და კეფის არეში არის განაწილებული ეს სარკისებრი ნეირონები. რომლებიც ესეთი საოცარი არსებები არიან, მაღალ გამოვლინებაში, ემპათიაში ვლინდებიან. მაგრამ აი ამ გამოვლინებაში, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი საერთოდ ვერც კი ხვდებიან გარე რეალობა თუ არსებობს. ანუ მე და შენ შორის სხვაობას ვერ აღიქვამენ. შენ რო ლიმონს ჭამ, ჩემს არკისებრს ნეირონებს გონიათ, რომ ლიმონის ჭამის აქტი ხორციელდება ჩვენ შიგნით. კი. და ყველა ან ერთხელ რახანის გასინჯული აქვს, აღზრავს ისევ იმავე მოქმედების პრინციპს, რომ გამოყოს ნერწყვი, გამოღრაღაც სიმჟავე შემოიტანოს და ასე შემდეგ. აი თუნდაც ამას არ ჭირდება ჩამოყალიბებული ფსიქიკა, პატარა ბავშვთან რომ მიხვიდე და ტაში დაუკრა ან რაღაც მაგიდაზე, ისიც აყვება იმავე საკეთებს, იმიტომ რომ ასკანერებს ერთ-ერთში კი. ჩვენ ფურცელზე მეორე დონეზე რასაც ვაკეთებთ, გადმოგვაქვს სარკისებრი ნეირონის ანალოგი ხატვის პროცესში. ამას აქვს თავის თანმიმდევრობა და
ფორმით, შენი გიდირებით. კი, ამას აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი. პროცესს, როდესაც მორჩებით, აი ამ სარკისებრ ნეირონის ანალოგს რო გავაკეთებთ ფურცელზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ნეირონები სხვაობას ვერ ხედავს მე და შენ შორის, ცხადია ერთ ფურცელსა და ჩემ შორის ვერ იგრძნობს სხვაობას და პროცესიდან რო გამოდიხარ, ვერ მიხვდა საერთოდ რომ ის ამბავი ფურცელზე მოხდა და იქ რაღაც გადაწერი ახალი პროგრამა ფურცელზე მოხდა. არამედ მას გონია რომ ეს ახალი პროგრამა ჩაიწერა თავში. ანუ აღქმა არა აქვს რომ ის რაც მოხდა გარეთ იყო, ხო? საერთოდ არის ეს გარესამყარო. ეს ყველაფერი გარეთ რამდენად არსებობს კიდე ექსაქტ. ამაზე ჯერ კიდე ბუდა ლაპარაკობდა, თუმცა ტომოგრაფიის ქვეშაც ჩანს ხო და ქიმიურ დონეზე რო ავხსნათ, ეხლა რა ხდება? მოდი აი რამე მაგალითი მოვიყვანოთ, პირობითად იმედგაცრუება. ხო? რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში იმედგაცრუების დროს? არსებობს ესეთი სიტყვა ნეიროტრანსმიტერები, ბიოქიმიური მესენჯერები, მოდი ესე დავარქოთ უფრო მარტივი რომ იყოს. ყველაზე ისეთი გავრცელებული რაც ვიცით ყველამ არის დოფამინი, ენდორფინი, სეროტონინი და ასე შემდეგ, მაგრამ ამათ იქით კიდევ არსებობენ ეს მესენჯერები. პირობითად იმედგაცრუება, სადაც გამოიხატება ტვინის რომელ უბანშიც, ამას ქვია ეს lateral habenula, ესე lateral ნუ გვერდითი habenula, არასწორად რო ვთარგმნოთ, მოკლედ ესე გამოიხატება. ტვინის ამ უბანში, ამ ძალიან მცირე ნაწილში, იმედგაცრუების დროს გამოიყოფა ორი აი ეს ბიოქიმიური მესენჯერი, რომელიც ვახსენეთ. ამ შემთხვევაში გლუტამატი და GABA. ეხლა ნახე რა ხდება. პირობითად შეიძლება ერთ რაღაცაზე გაგვიცრუდეს იმედი მე და შენ, მაგრამ ჩემთან თუ გლუტამატის დოზა აღემატება GABA-ს, იმედგაცრუების დონე არის ბევრად უფრო მაღალი, მაგრამ შენთან თუ ნაკლებია ან თანაფარდობა სხვანაირია, ხო? ბევრად ნაკლებია იმედგაცრუების დონე. ამ შემთხვევაში არსებობს ანტიდეპრესანტები რაღაცები გარშემო, რაც შემოაქვს, ანუ ხელოვნურად დააბალანსოს ქიმია. კი. ოღონდ ამ რაღაცა უბანზე არის კიდე ბევრ რაღაცაზე მოქმედებს და ეს კიდე ცალკე გვერდითი ეფექტია. როდესაც ჩვენ ამ შემთხვევაში რახან ნეიროგრაფიკაზე ვსაუბრობთ, ნახე რა ხდება ნეიროგრაფიკის პრაქტიკიდან გამოვალთ, აი ეს ბიოქიმიური მესენჯერები, ამ შემთხვევაში გლუტამატის მეტობა დაწეულია GABA-სთან შედარებით და არის სრული თანაფარდობა. და ტვინი აღიქვამს, რომ ეს ამბავი მოხდა, მაგრამ ჩემზე ემოციურზე გავლენას აღარ ახდენს. ანუ სრულად ბიოჰაკია ძალიან მაგარი თანკი. ოღონდ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ რაღაც იმედგაცრუება, ტრავმა და ეს მოვიცილო. მაგრამ შეგვიძლია კიდე საერთოდ სხვა სისტემებში გამოვიყენოთ პირობითად, აი საკუთარ თავზე რაც მაქვს დატესტილი, სულ მეზარებოდა ხოლმე ვარჯიში, აი დარბაზში სიარული იყო, დიდი ძალადობა საკუთარ თავზე და მოდი შევიყვანოთ ტვინში ესეთი პროგრამა რომ მომინდეს კვირაში 3 დღე მაინც ვარჯიში. ეგეთი რაღაცები შეიძლება. ძალიან მარტივად. დაახლოებით 2 კვირაში უკვე მოხდა ის, რაც მოხდა, რომ კვირაში 5 დღე მაინც დარბაზში რო არ წავიდე ორგანიზმი ვერ ისვენებს. რასაც აი მარტივად რო გითხრა, იქ რო შეხვიდე და საკუთარ თავს დააჯერე, რომ პინგვინი ვარ და დავფრინავ, რო გამოხვალ პროცესიდან გეცოდინება, რომ პინგვინი ხარ და დავფრინავ. ხო, ცოტა სახიფათოც არის მე ხა რო აკვირდები რა, იმიტომ ხო გააჩნია რა, ანუ კვეთიკას ან ცოდნას რაღაცებს მნიშვნელობა აქვს რა, რაზე დააპროგრამებ შენ თავს, ხო? ანუ უნდა რაღაცა სწორი გაიდენსი მნიშვნელოვანია თუ ესე. რა დრო ჭირდება შენი აზრით, აი რა დრო ჭირდება? აი ხა შენ რასაც იცახი რა, რომ აი დარბაზში სიარული და ეს რაღაცები. აი რა დრო დაგჭირდა მაგალითად, რომ ესეთი კონკრეტული რაღაცა. ეხა მე ძირითადად მივდიოდი უფრო ტრავმები და ეს რაღაცების დასამუშავებლად რა. ანუ შესაძლებელია ესე იგი ეს რაღაცებშიც დაგეხმაროს, ხო, დიდი მიზნები, რაც გერთულება, ისე შემოიყვანოს შენ ტვინში და ეს რაღაც დიდი სირთულეები, აი პატარა დაგაქმევინოს, რომ შესაბამისად იმის გადავლაც იყოს უმარტივესი. ანუ დნმ-ში შემოყავს საერთოდ სხვა ინფორმაცია. და შენ აი რამდენი ხანი დაგჭირდა მაგალითად ეს კონკრეტული რო ვარჯიში გეზარებოდა და რო ესე მუშაობით გადაწერე, აი რამდენი დრო წაიღო? თვითონ პროცესი მაგ კონკრეტულ შემთხვევაში სადღაც 4 საათი, 5 საათი მაინც უნდა გათვალო, იმიტომ რომ მან საერთოდ ერთი დღე 4 საათი მუშაობა, ხო? კი, და მე რა იქ თავის აქვს რაღაც თავისი პოსტ დანიშნულებები, რომ ის ხშირად მასკანეროს ტვინმა წყალია საჭირო, ბევრი აქვს რაღაც თავისი ვალდებულებები, ცხადია, მაგრამ უკვე 24-48 საათში ტვინი იწყებს დნმ-ში ამ ახალი ინფორმაციის შემოშვებას, იმიტომ რომ პროგრამა ახალი ჩაწერილი ტვინში და ხო, ეხლა პროგრამას ვერ გაექცევი, კიდე არ გინდა, კი. ხო, მესმის. გარდა ეხლა აი მსგავსი გამოცდილებებისა, რაც თქვი, რომ აი უკვე შეხედე, რომ აქ ესეთი კონკრეტული რაღაცები, რაც შეიძლება რომ დაამუშავოს, ხო, ადამიანმა. აი ისეთი ღრმა
თქვათ ან სტრესები ან რაღაცები რომელიც დაკავშირებულია უკვე ფსიქიკის ძალიან ისე დიდ შოკთან რა რომელიც გამდა თქვათ წლების განმავლობაში ეს ტრიალებს ადამიანში და სულ წამლავს და ასე შემდეგ ხო აი შენი გამოცდილებით აი რა დრო ჭირდება ხოლმე როგორ მუშაობ ეგეთ ეს აი ხო რა მეთოდით მუშაობა ჭირდება როცა აი მართლა სერიოზულ ტრავმასთან დაკავშირებული და ის რო გადაწერო ესე ვთქვათ რა აი ამ ხატვის მეთოდით ესე ვთქვათ ხო მან მრავალშრიანი პასუხი მაქვს სიმართლე რო გითხრა ესე ცალსახად ვერ გეტყვიან ჩემთან ვინც მოსულა პრაქტიკაზე გამდინარე აქ ფსიქოლოგები არასდროს არ მეთანხმებიან ხოლმე მაგრამ ჩემი გამოცდილება ამას მეუბნება და ჩემი გამოცდილება თუ რაღაცას მეუბნება ის ნიშნავს რომ ჩემთან ეს რეზონირებს და მორჩა ხანდახან არსებობს ტრავმები რომლებიც კარმულად უბრალოდ გასავლელია ოკეი ხო აი ეხლა ეგ მაინტერესებს იმიტომ რომ ცოტა ანუ ხო აი მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რა იმიტომ რომ ეს ძალიან მომხიბლელია რომ ყველაფერს დააპროგრამებ და ყველაფერი გამოვა და რაღაცა magic მეთოდი მაგრამ ჩემი გზითაც ყველა მეთოდი რომელიც პირდებოდა რომ რაღაცა ყველაფერს დაგიმუშავებს ყოველთვის რჩებოდა რაღაცა რაც უბრალოდ გასავლელი გაქვს როგორც განსაწმენდელი და ეს უნდა გაიარო რა ხო აი ეს რაღაც ჩვენ ესე გამოვიდა რომ თითქოს სულიერი fast food-ის ეპოქაში ვცხოვრობთ რა შედიხარ იქ ინტერნეტში და სულიერი გურუების ხედან გინდა იყო ბედნიერი იყავი მაგრამ არ არის ეგრე რეალობა როგორც გინდა იყო ვერ იქნები ამას მუშაობა სჭირდება კარგად ყოფნას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება და მე თუმცა მიღწევადი ნამდვილად მიღწევადი ხელები ამიწევია და აი ჩემთან ვინც მოდიან ხოლმე პრაქტიკაში სულ რაღაცა ის წვეთ-წვეთად მინდა ხოლმე ეს მივაწოდო რომ არის ტკივილები, რომელიც არის შენი გზა, ამით უნდა ფორმირდეს. ხვანაირად ამ ინკარნაციაში რაღაცებს ვერ გაივლი რა. ყველაფერს ესე ვერ ამოშლი და რაღაც პოზიტივისკენ ვერ გადააწყობ რა, ასე. ეს არის უკვე ფსიქიკური აშლილობა, მეტი არაფერი და ამით ბედნიერი ადამიანი მე არ შემხვედრია ხა მეორე მიმართულებას რომ ამბობ და ამიტომ აი ამას სულ ვამბობ ხოლმე რომ თუ რაღაც არ იშლება, ანუ გეჭიდაობა ის ტკივილი საჭიროა, მოდი დატოვე, მიიღე, იქნებ სამყარომ ამით რა უნდა გასწავლოს, ხო? ან იქნებ განსაწმენდელია, როგორც შენ თქვი და მივუშვათ პროცესი ვენდოთ სამყაროს, მაგრამ როდესაც უკვე ცალსახად არის ხოლმე იმის ნიშნები, რომ ადამიანი მზად არის და სხეული ან კარმა მზად არის, რომ აქედან გაიწმინდოს, კი რა საკურველია, აქ უკვე სპეციალური ჩართულობა ხდება, მაგრამ აქაც არის ერთი მაგრამ რამდენად ღრმა არის ზოგიერთი ტრავმა იმდენად ღრმა რომ აქ ფიქრობ რომ მხოლოდ ჰიპნოზია საჭირო და ასეთ სიღრმეში ნეიროგრაფიკა ვერ ჩავა როგორც გინდა გვერდიდან ახლა შევალამაზად ეგ ამბავი კი ხა რა თქმა უნდა ხო ანუ რაღაც ლეველებია სადაც უკვე სხვა მეთოდებია ხო საჭირო საკურველია კი ხა ნეიროგრაფიკა მიცის ბევრი რამ მაგრამ არა ისე ღრმად როგორც ჰიპნოზმა ჩემი პირადი გამოცდილებით ხო რაღაც ახლა გამახსენდა ერთი ისეთი ჯონ უოტსონი არის behaviorism-ის ფუძემდებელი ესე ვთქვათ და მან ჩაატარა ესეთი საინტერესო ცდა პატარა ბავშვთან ერთ წლამდე ბავშვი იყო ბავშვს ათამაშებდნენ თეთრ ზაზუნასთან. ბავშვი დაუმეგობრდა ზაზუნას და რაღაც დროის მერე ბავშვი ზაზუნასთან რო თამაშობდა, მათ დაიწყეს უკან გონგის რაღაც უხეში ხმების გამოცემა და ბავშვს ეშინოდა. შიში გადაიტანა ზაზუნაზე, ჯერ ზაზუნასთან დაიწყო განცალკევება და მერე საერთოდ თეთრი ფერის შიში ჩამოუყალიბდა. ბავშვი გაიზარდა და მთელი ცხოვრება თეთრი ფერის შიში ჰქონდა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არ ვიცი მუცლად ყოფნის დროს მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ჩვენმა გონებამ შიშად აღიქვას. აი ასეთ სიღრმეში თეთრი ფერის შიშს გაუქრობ, მაგრამ იქ რეალურად რა მოხდა, აქ უკვე ჰიპნოზია საჭირო ამის თქმა მინდა. შეიძლება ისეთ რაღაცას მიაბას ტრავმა რა, ისეთ იმას რომ ის უკვე სიღრმად იყოს, რომ დაჭირდეს. კი, მაგას ამბობ თეთრ ფერს გააქრობს, არ არის პრობლემა ნეიროგრაფიკა, მაგრამ იქ უფრო ღრმად ვეღარ. ხო, მესმის. ხო და აი გომორდულზე რო ვიძახდი რა, იქ რო ვაკეთებდით, რო გაგვაკეთებინა ეს ნეიროგრაფიკა, ჩემი დაკვირვება კიდე რაც იყო ის რომ ჯერ აი თვითონ უკვე პროცესი ტრანსფორმაციის
აი უკვე ის კი არა რომ დახატავდა მერე იქნება. ანუ ხატვის პროცესში უკვე სერიოზულ ფსიქიკურ ველში ხარ შესული თუ სადღაც რა და იქ უკვე მიდის ძალიან ღრმა პროცესები, რომელიც უკვე რაღაცა ხდება, ამას გრძნობ რა. კი, ხო, გითხარს ბიოქიმიური მესენჯერები, ეგრევე იწყებს ბალანსის და შენგან რაც ხო და იმ პირველი გამოსვლებიდან განსხვავებით აი შენგან რაც მომეწონა ესე ვთქვათ რა და მე რატომაც შემოგთავაზე რომ ჩვენ სივრცეშიც გაგეკეთებინა ეს პრაქტიკა ის იყო რომ ძალიან მნიშვნელოვანია როცა ესე ღრმა შრეებში შეკავს ფსიქიკურ შეცვლილ ცნობიერებაში შედის ფსიქიკა აი ეს გიდირებას ვინ გიწევს რა ეხლა შენ რომ მასწავლებელი ხარ ნიშნავს რომ გიდირებას მიყავს ხო იმ სფეროებში რა ესე ვთქვათ რა და იქ რო რაღაცა ვთქვათ ისე არასწორად უთხრა ანუ ისე უთხრა ხო ეს გამოცდილება გექნება რომ ძალიან ღრმა ტრავმა შეიძლება იმას ქნა პირიქით გაუარესო რა და ხო და აი მომწონდა შენი მეთოდი მუშაობის რა რომ აი ზრუნვის და ეს რაღაცები ხო არა ეს რაც იყო ის უნდა ვთქვა და მე იქ უკვე მანდ მივხვდი ამ მეთოდის ნეიროგრაფიკის რამდენი ბენეფიტი შეიძლება გქონდეს და ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის რა და მაგას ვიძახი ხოლმე რომ ანუ აი თვითონ ეს პრინციპი ცენტრის რაც არის ჩვენთან აწყობილი რომ იქენდფენია დრამინგია ნეიროგრაფიკა რაღაცა ხო რომ ანუ სხვადასხვა ტიპის ადამიანს სხვადასხვანაირად მიდგომა ჭირდებათ რა ეგრევე ვიღაცას ჯერ აი ძალიან ბევრი ნეიროგრაფიკა უნდა გაკეთებინო რა რომ მე რაღაცა პრაქტიკაზე გადაიყვანო ან დასვა ან რაღაც გამოცდილება გქონდეს რა და ხო აი ეგეთი დაკვირვება მაქვს და იცი რა მაინტერესებს ანუ ეს მეორე stage აი stage-ებათაც რო გავყვეთ რა შენ რასაც მეუბნებოდი რომ აი პირველი იყო ეს რომ გადმოგაქ არა ის რამდენიმე ერთად აგიღწერა ხო რამდენიმე ერთად რამდენიმე რაღაცა რომელიც უკვე საფეხურებია რომელზეც გიდირებას გიწევ რომ ეხლა ეს გააკეთე მე ეს ისე გამოიყვანე ნეირონი ისე მოხაზე ამას ნეიროხაზი ესე გაატარე და ამას აქვს ძალიან ისეთი მნიშვნელობა რა ნუ ეს stage-ებია რა და აი ხა წეღან რასაც ამბობდი იქ არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რა ხშირად ჯგუფური პრაქტიკების დროს არის აი ეს ეპარებად. მეც მქონია გამოცდილება, როდესაც ვიღაცასთან აი ეს არ დაინტერესებულ ამით ფსიქოთერაპევტი და სულ ვცდილობ ხოლმე, რომ აი ეს დანაკლის ეს ღრიჭო რაც მქონია სხვაგან ჩემთან მოსულ პრაქტიკანტებში არ იყოს ხოლმე რა. განდობენ რომ ეხა რა ტკივილიც გაქვს ის გაუშვი და ადამიანს რეალურად თუ რამე ფსიქოლოგიური განათლება არ აქვს ან რაღაც უნარები არ აქვს ხო თანდაყოლილი უჭირს რეალურად მიაგნოს რა უჭირს ამას არ არის ეს ადვილი ხო აი მაგალითისთვის გეტყვი ორჯერ სამჯერ მქონია ესეთი შემთხვევა რომ დავხედე თუ არა ხელის მოხაზულობას უი რამ ხელა აგრესია თქო მithქვამს ვიზე ხარ თქო ესე გაბრაზებული და მახსოვს ამ გოგონა მიპასუხა რომ მამაზე ვარო გაბრაზებულიო და ის სუბრაზობ მასზე, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავიო, 1-2 წლის თუ რაღაც ესე თქვა, როდესაც ის წავიდა ამ სამყაროდან გარდაიცვალაო და აი რატო გამიკეთაო, რომ დამტოვაო და ხო ცხადია რომ ეს ბავშვი მამაზე კი არა, ღმერთზე, სამყაროზე იმ ყველაფერზეა გაბრაზებული, ხო რა საკურველი და მე ეს მივხვდა. ხო და წარმოვიდგინე მთელი ცხოვრება იცოდა რომ მამაზე იყო გაბრაზებული. არ და რეალურად რა ხდება, მოდი გავშალოთ ხო ეს თემა. მიუღებლობა აქვს ღმერთის სამყაროს აბსოლუტურად ყველაფერში იცის რომ ზემოდან კარი დახურულია და აი ამ პროგრამას რო ატარებს რომ ღმერთთან მიუღებლობა აქვს რა შეიძლება გაიშალოს სასიკეთოდ მის ცხოვრებაში ხო? ამიტომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ფასილიტატორის მასწავლებლის ჩართულობა იმ ხრივ რომ სწორად წაიყვანოს და ეს ნიშნული მისცეს რომ შენ ეს კი არა ეს გიჭირს სინამდვილეში ხო ვითომ ძალიან მარტივია მაგრამ ხშირია რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ყურადღებას მოითხოვს და გრძნობელობას დიდ გრძნობელობას თვითონ ადამიანის და პროცესის რაც მინდის ხო მაგიტომაც არის რომ ვიღაცის დანიშნულებაში არის რაღაცის კეთება და ვიღაცის დანიშნულებაში არ არის ამ რაღაცის კეთება ხო ეს აი თვითონ იქაც რო ვაკეთებდით ჩვენ რო გავაკეთებინე ერთი მომენტი იყო ჩვენ მეგობარზე რომ შეამჩნიე რომ ანუ ის პირველი მოხაზულობა რაც გააკეთა იყო იმდენად როგორ ვთქვა ტრამვული თუ რა ძიმე თუ ის კონკრეტული რასაც შენ ამბობ იყო ცალსახად იმის მანიშნებელი რომ ტრაუმა რომელზეც მუშაობდა იყო ბევრად დიდი ვიდრე თავად ანუ ძალიან პატარა იყო
ჩვენ იმ მომენტში ვმუშაობდით მეორე ადამიანთან ტრავმული გამოცდილების დაძლევაზე და ამ ადამიანმა მოხაზულობით ხელის ერთი ინერციით ქვეცნობიერ დონეზე ნახე ორი რამ გამოიტანა. პირველი ის რომ ბავშვობაში იყო ეს ტრავმა მომხდარი და საკუთარ თავს პატარა დაღიქვამს დღემდე და მეორე ის რომ ტრავმა არის იმხელა ძლიერი რომ თითქოს საკუთარი ძალებიც არ ყოფნის რომ ამას მოერიოს. ანუ ტრავმის არქეტიპი გადმოიტანა ბევრად უფრო დიდ მასშტაბზე ვიდრე საკუთარი თავი. და ეს საფურცალზე გადმოიტანა უკვე შეამჩნია ხო? კი რა თქმა უნდა კი ამას ახლა ეგ კი არა საერთოდ კალამს რამდენად უჭერ რამდენად აწვევი იმასაც კი სულ ყურადღებას ვაქცევ იმიტომ რომ მან ძალიან ჩანს ბევრი რამე. ხო მესმის. და მან აი მაგ დროს შესაძლებელია რომ აი თქვა ისეთი რაღაცა მოხაზო ანუ ისეთი ტრავმა მოიტანო რომელიც უკვე აი ვერ დაამუშაო რა ან პროცესში რომ ბოლომდე ვერ მიიყვანო ვერ შეკრა ესე ვთქვათ რა რასაც გვატარებდი ხა შენ და რაც მანახე ხო რომ ბოლოს როგორც ხდება რომ ხო არა უსნი ხა მთელ დეტალებს პრაქტიკის მაგრამ ხო ანუ რო არ შეიკრას არ დასრულდეს ესე ვთქვათ რა ეს აი მაგ დროს რა ხდება რა როცა ტრავმა იმ ხელზე ამოდის რომ უკვე დამუშავება რთული არის რა რეალურად ტრავმა მოდის ერთია და რეალურად რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში. ის ტრავმა სადღაც რაღაც ინფორმაცია რო წერია, არის პროგრამა. რეალურად ჩვენი ტვინი ძალიან კომფორტულად არის ამ პროგრამებთან. და ეს შენ გტკივა და შენთან გამოსცემს უსიამოვნო პულსაციას, თორე იქ სადაც ეს წერია ძალიანაც კომფორტულია. როდესაც შენ შედიხარ რაიმე მეთოდით ამ შემთხვევაში ნეიროგრაფიკით და იქ იწყებ ამ პროგრამის ცვლილებას, ეს არის ჩვენი ტვინისთვის ძალიან დიდი შიშის მომგვრელი. ზოგადად ადამიანს როგორც ასეც გვეშინია ყველანაირი სიახლის და ცხადია ამ შემთხვევაშიც. ამიტომ შენი სხეული გიწევს ყველანაირ წინააღმდეგობას, რომ ეხლა თავი დაანებე, გადიაქედან რაღაც სისულელეს აკეთებ რა ტრავმა არა ის, ოღონდ ამას თავი დაანებო. აქ არის თავიდან ბოლომდე ადამიანზე დამოკიდებული, რამდენად აქვს მზაობა, რომ ანუ კაი შეიძლება შეწყვიტო და მერე გააგრძელო თავიდან ცოტა დასვენებულზე. ანუ უბრალოდ თქვა რომ არა მემირჩევნი ამ ჩემს ტკივილთან ერთად მუშაობა. შესაძლებელია რომ ის პირველადი მონახაზი რაც ფურცელზე ხდება, აი ეს ამოტანილი იმის სახით, რომ იმ დღესვე კი არ დაასრულო, როცა თქვა ვერ უმკლავდები, არამედ აი გადაიტანო შენ. სასურველიცა. სასურველიცა, რა ცოტა ხანი აღდგეს. თუ დაიწყე პროცესი უნდა დაასრულოს. ხო, აი ეს ბიოქიმიური პროცესი რო აღიძრება, უნდა დაამთავრო, მაგრამ თუ ადამიანი ვერ უძლებს და აგრესია უჩნდება, პირველ რიგში ჩემი მართ უჩნდება ხოლმე ეს ბუნებრივია, კი და ცხადია ვეუბნები რომ მოდი აქ დავასრულო. შენ ეს მის საქმეში შენახატინებ რა და შენ გამოგაქ რა ესე ვთქვა. იმის შემპყრობლისთვისაც ხო ესია, ვიღაც მოდის და სინათლე შემოაქვს და რა საკურველია, ხო? ხო, როგორც აი იგივე ძალიან დიდ სურათში შევხედოთ, რომ რაღაცა წლებში რო აქტიურდება კარმული პრობლემა, უკვე სამყაროზე აგრესია რო არა, ღმერთზე აგრესია, ან ქვეცნობიერი, ან ცნობიერი, ხო. ამიტომ ესეა ხოლმე, რომ რაღაცას თუ ვერ ამთავრებს, მოდით ცოტა ხანი დავისვენოთ, არ ვიძაღლადოთ და მერე აი სხვა ძალებით შევუდგეთ. უფრო ხშირია ხოლმე ჩემი გამოცდილებითაც და ახლა პრაქტიკანტები ცენტრშიც დამეთანხმებიან, იმას კი დაამუშავებენ რაღაცა რისთვისაც მოდიან, მაგრამ ჭრილობები იხსნება და ახალ-ახალ აი ბოდიში და ნაგავს ყრის ფსიქიკა. იმ ნაგავს, რომელიც წარმოადგენაც კი არ ქონდა, თურმე როგორ ვნებდა და ბიჭო, რამდენომეს ვატარებდი თურმე ფსიქიკაში კი და ეგრევე იწყებენ 20 საათს მერე ახალ. გარდა იმ გამოკვეთილი რაღაცა საკითხისა, რაც იცის რო აწუხებს, კიდე ისეთი რაღაცეები, რაც ბექგრაუნდზე მიდის პროგრამებად, ესეთი, ხო, რომელიც საერთოდ ვერ ხვდები, რომ ეგ არის აქტუალური. მაგალითად, მე და შენს ერთ მეგობართან აი ბოლო პრაქტიკაზე იყო მშობლებზე გაბრაზება და რო ჩავიდა მშობლებზე კი არ იყო ძალიან გაბრაზებული. აი მშობლები ვის აზრსაც ითვალისწინებდნენ, იმათზე იყო გაბრაზება. ესეც იმდეს ვატარებთ და ის ჭრილობა რო იხსნება ის დაჩირქებული ადგილი ამოდის და რო ამას უფთავდება, მე ხვდები გზა და გზა რეალურად რასთან გქონია თურმე საქმე ადამიანს. ხო, აი შენ აი როგორ ხედავ რომ აი თქვათ რა ინტენსივობით ან აი როგორ როცა უკვე დაკონექტდა ადამიანი ამ პრაქტიკასთან, ხო, დაკავშირდა და გზნობს შედეგს და ასე შემდეგ, ხო? აი რა რიტმით უნდა აკეთოს ეს პრაქტიკა რა? არის რომ ეს შენთან რომ აი მაგალითად აი გააკ ესე რომ აი ყოველ კვირა გაწუხებს თუ არ გაწუხებს, მაინც უნდა გააკეთო, თუ როგორ ურჩევდი რომ იმუშაოს რა? იცი რა არის ესე გეუბნებიან რომ რაღაც ყოველ მეორე დღეს ან ყოველ მესამე დღეს, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით სიგიჟეა ახლა ეგ, იმიტომ რომ
აბსოლუტურად ბიოქიმიური პროცესია. მე ახლა ამისთვის თუ არ ვარ მზად, ძალადობა და მეტი არაფერი, მაგრამ გუშინაც რაღაცა სპორტივით ხდება უკვე, ხო? მაგრამ გუშინაც მყავდა ზუსტად პრაქტიკაზე გოგო, რომელმაც ერთ დღეში ორი დიდი ალგორითმი დაამუშავა, იმიტომ რომ ამის მიღება გქონდა. ხან შეიძლება თვეები გავიდეს და მე პირადად არ მომიგეს. დიდ ალგორითმში რას გულისხმობ? მან კონკრეტულად პირად ურთიერთობაში დიდი ბლოკების და შემდგომ მიზნებზე იმუშავა, ანუ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ალგორითმია, დამუშავების მხრივ და საკმაოდ რთული. ხო. ემოციურადაც და ენერგეტიკულად. ხო, ანუ ესეც არ არის, ხო, რომ რაღაცა ძალიან, ანუ ყოველდღე და არა, აბსოლუტურად ჩვენს მზაობაზეა და ჩვენს თავის. როგორცა იგრძნობ, რომ ეს უნდა გააკეთო, მაშინ და გააკეთო. ამას ხალხთმელად ვიცით, ყველამ როდის რისთვის ვარ მზადკე. მაინც აი რამე მონახაზი არის, რომ რეებზე შეიძლება ნეიროგრაფიკით მუშაობა. ერთი გავიგე წარსულის ტრაუმები, მეორე ესეთი რაღაცა თქვათ, რომ აი სადაც ნებელობაში მოიგოჭლებ, ესე თქვათ რაღაც აკითხებთან დაკავშირებით მან მუშაობა. ეხლა რო ახსენე კიდე დიდი მოდელი მიზნები და რაღაცები, ეგ როგორ მუშავდება? გაქვს რაღაცა მიზნები დასახული ხო ცხოვრებაში. ან იქ როგორ მიდის მუშაობა და რა პირობითად ავიღოთ, რომ ადამიანს უნდა რაღაც ბიზნესის გაფართოება და ახლა კონკრეტული კითხვებით რომ შევიდეთ პროცესში, რა ხდება შენ როცა გინდა შენი ბიზნესის გაფართოება, ხო? ეგრევე მიხვდები ტვინში არის რამდენი ბლოკი და რამდენი წინაღობა. ეს წინაღობები რო არ ქონდა, შენ აუცილებლად იქნებოდი იმ დანიშნულების წერტილზე, რომელზეც გინდა მისვლა. პირობითად ავიღოთ ეს ბლოკები, ამ შემთხვევაში აი ფული არ მაქვს საკმარისი. საქართველოში ფული არის შოვება, დიდი ბიზნესი არ კეთდება, რა ვიღაცა დაგჩაგრავს და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გამკლავებისთვის ამ წუთას წესით არ ხარ მზად. ნეიროგრაფიკით ვამუშავებთ აი გარე რესურსების მოზიდვა, რაც გვჭირდება, პირობითად რა ვიცი, ფინანსები და ეს ყველაფერი რაც შენს ტვინს ეგონა რომ არის რთული, ისე ამარტივებს ჯერ ერთი და მერე მეორე მიზანს და ჟილკა ქართულად როგორ ვთქვა, აი ჟინიანობას, ნებას ზრდის ერთიათად. ანუ ის რაც ადრე იყო შენთვის დიდი და შენ იყავი პატარა, ახლა ხდება პატარა. კი, ახლა ხდება პატარა და შენი ჟინი იმისთვის რომ ეს ამ ყველაფერს გაუმკლავდე, ათმაგდება ერთიათად. ან გრძნობ რომ მიღწევადი არის, ხო? კი, და აი ეს ჟინი გაქვს ისეთი რომ მე ამას მაინც მივიღებ და მორჩა. ხო და ამას ტვინი გასცემს ამ პროგრამას, რომ ეს არის აბსოლუტურად დაძლევადი თან ძალიან მარტივად. დაძლევაც რო არ სჭირდება. და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს უკვე დიდ მიზნებზე მუშაობის ალგორითმი ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ ხო, უმარტივესად გამკლავდა. ხო, იქაც რო ვაკეთებდით, ჩვენ რო გავაკეთებინა, ხო? ანუ რაღაც თითქოს იყო ნახატები, რომელიც უფრო მარტივი ფორმები იყო რა და მე კიდე რაღაცა რთული კონსტრუქციები შემოდიოდა რა. ხო, აი ეგ ეტაპობრივად ხდება ამაზე მუშაობა, თუ როგორ აკეთებ ხოლმე და ანუ რატო არის ეს განსხვავებები რა, თქვათ აი ანუ რაც უფრო დიდ თემას ამუშავებ, უფრო რთული ტიპის ნახატ თან მუშაობ თუ რა პრინციპი არის მე? იდეაში დიდ და პატარა თემაზე არა, რას ვამუშავებთ იმაზეა დამოკიდებული. თუ მაგალითად ესეთი ყველაზე საბაზისო ალგორითმი არის algorithm for remove limitations შეზღუდვების მოხსნის ალგორითმი. ზოგადად ამ რაღაც ჩვენს ბლოკებზე, სტრესებზე და ასე შემდეგ, რასაც რომ მიუძღვნა თავი ადამიანმა ბევრი წელი მოუნდები იმდენი ბლოკები და სტრესები გვაქვს. ეს სხვა ალგორითმი აქ ჭირდება ტვინს ჰარმონიის შემოტანა. აქ ჭირდება ჩემს ბიოქიმიურ მესენჯერებს იმის აღქმა, რომ ყველაფერი რიგზია და დამშვიდდეს ფსიქიკა, ანუ სტრესი აღარ გამოიღოს ორგანიზმში. მაგრამ აი ეს დამატებით ფიგურები, სადაც შემოვიყვანე შენ რასაც გულისხმობ, აქ ჩვენ მუშაობდით რაღაც დიდ მიზანზე. დიდ მიზანზე მუშაობა არ აქვს მნიშვნელობა, დიდ მიზანზე მუშაობ თუ დარბაზში გინდა სიტყვაზე ვარჯიშის ინტენსივობა გაზარდა, ხო? შენგან ვერ კმაყოფილდება მხოლოდ და მხოლოდ ჰარმონიის განცდით. შენგან სჭირდება ჟინიანობის და ნების სიძლიერის დაფიქსირება ტვინში, რომ გამძლეობის შემოყვანა ხვდები. ამიტომ შესაბამისად ეს ფიგურები, რომლებსაც ნეირონები თავის ენაზე აღიქვამს გამძლეობა და ესე ვთქვათ ჟინიანობის შემომყვანა, ზუსტად ამ მომენტში შემოდის, რომ გზადაგზა პრობლემები რო შეხვდება, იქ კი არ დანებდე, რომ უი რაღაცა ეს რაღაც სიმშვიდის, არა, იქ აი გამძლეობა გქონდეს და თავზე გადაახტე ამ პრობლემებს, ზუსტად მაგისთვის არის. ნეირონები ამას თავის ენაზე ესე კითხულობენ. ამიტომ გააჩნია რა საკითხს ვამუშავებ, ამის მიხედვით იცვლება ალგორითმი. აი მარტო გააკეთებს ადამიანი, ეხა ჩვენთან სივრცეში კეთდება ჯგუფურად, ბევრი ხალხი ერთად და მოდის და მუშაობს ამ ყველაფერზე, ხო? რამე განსხვავება არის
მან რომ აი ხო თვითონ ეფექტურობასთან რომ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს რა რომ აი თქვა როცა მარტო მუშაობ და როცა ჯგუფთან მუშაობ ხო აი რამე განსხვავება თუ არის მაგ ორ მუშაობაში პლუსები და მინუსები ხედი ახლა ორივეგან არის ჯგუფთან გინდა არ გინდა ველი იქმნება ისეთი რომ ამას ვერ წაუხვალ სასწაული ველია კი თან რამდენიმე ადამიანს რომ ხატავს და ფსიქიკის მეფორმებთან მაგ დროსაც უკვე ველი იქმნება და ხა წარმომიდგენია ხა როცა 20 კაცი და 30 კაცი იყო წინა შეკრებას და 30-ვე რომ ერთად ტირო და წარმოიდგინე მე ერთად რო დაიწყეს ამ ყველაფრის გაჰარმონიულება. მაგრამ მინუსად აი ჩემი გამოცდილებით რა არის ხოლმე იცი რომ ხანდახან ჯგუფთან არ უნდათ ხოლმე საუბარი ან მე სათითაოდ ესეთი პროგრამა მაქვს რომ მაქსიმალურად მივდივარ და მზაობას ვუცხადებ რომ მელაპარაკე თუ რამეზე გინდა საუბარი რომ ჯერ ერთი რომ იმან გამოსავალზე ორიენტირებული თერაპია იყოს. არა, პროცესშივე კი ეს მნიშვნელოვანია რომ სწორად ავიღოთ ორიენტირი. ჯერ ერთი გამოსავალზე ორიენტირებული თერაპია მნიშვნელოვანია, ანუ ვერბალური კუთხით ჩართულობა ამას გულისხმობ და მეორე სწორი გზით რომ იყოს დაფიქსირებული, აი იმ წეღანდელი მაგალითივით მამაზე რო გონია გაბრაზებული ხარ და სინამდვილეში ღმერთზე ხარ გაბრაზებული. ასეთი არ იყოს. მაგრამ არიან ხოლმე ადამიანები, ვისაც არ უნდათ სხვა ხალხთან საუბარი და ურჩევნიათ ხოლმე ერთ-ერთზე. მაგრამ თუ მზაობა არის რომ შენ ისაუბრო ეს შორს კი არ ესმის მაგრამ გონია რომ 30 კაცი როზის იმათ შენი ესმის არც არავის არ ესმის ყველას თავის გასაჭირია იქ მაგრამ თუ ამის მზაობა არის ადამიანისგან ურჩევნია რომ ჯგუფში გააკეთოს რა თუნდა საუბარი ხო იმ ველიდან გამომდინარე და ერთიანი მუშაობიდან გამომდინარე ხო კი თან ჩემ ზუსტად ისევე ვიხარჯები როგორც ერთ-ერთზე თერაპიისას თუ გახსნილობა აქვს ისევე ჩაუყვები რომ ტრავმა სწორად დავსვათ დიაგნოზი და სწორად გავუყვეთ მკურნალობის მეთოდს და პლუს ველი გეხმარება 1-1000 ეხლა ამას რა თქმა უნდა აი როცა რაღაცას იღებ დასამუშავებლად და ხო გადმოგაქ ეხა ფურცელზე და თითქოს დასრულდა პროცესი გაფერად და რაღაცა ყველაფერი ანუ შეიძლება რომ კიდე იგივე თემა იყო და კიდე იგივე დაამუშავო მეორე დღეს თუ ეგ ითვლება რომ უკვე დაამუშავე და ეხლა სხვაზე უნდა გადახვიდე ან უნდა აცადო პროცესს რომ ეს რაღაცა თქვა რა გაფერად და დასრულდა პროცესი და უნდა დააცადო რომ თითქოს მომწიფდეს რა შენ შეიძლება გეგონოს რომ ის არ დამუშავდა მაგრამ რეალურად ქვეცნობიერს თუ დრო ჭირდება რომ ეს რაღაცა დაილექოს ეს ესე არის თუ ანუ მაინც აი არის ხოლმე შემთხვევები როცა ერთ და იგივე თქვა დაასრულა ნახატი მაგრამ მე კიდე იგივე თემაზე კიდე დაასრულა ხო როგორ არის იცი ლიტერატურაში რაც წამიკითხავს გეუბნებიან რომ აი იგივე ნეიროგრაფიკაში როდესაც შენ იგრძნობ იმ წერტილს რომ მორჩა დაამთავრე მორჩა ჩემი გამოცდილებით ესე არ არის ხო მე შენი გამოცდილებით ხო ესე არ არის ჯერ პირველ რიგში რომ მორჩა ამის გადამოწმების მეთოდი არსებობს 24-დან 48 საათის მერე შეგვიძლია უბრალოდ ისევ წერის მეთოდით გავხსნათ იგივე ჭრილობები და სიტყვაზე 30 ბლოკი თუ წამოგივიდა პირველ ეტაპზე აქ შეიძლება 3-ც არ წამოგივიდეს და ამით მიხვდები რომ დამუშავდა და შევეშვათ წერამდე პირველ რიგში შენი შინაგანი განწყობით ხვდები რომ ეს რო დენს აღარ გირტყავს რო აღარ კაწრავს ესე იგი დამუშავდა ხო რაღაცა მოუვიდა ეს მინიმუმ კი მაგრამ აქ არის ერთი ძალიან ესეთი მე რასაც დავკვირვებ თუ ტრავმა ახალია ხოლმე აქ გვიჭირს ცოტა მუშაობა მას რაღაცა მოშუშება სჭირდება რამდენად ღრმარი და რამდენად ახალია ნუ ეს კარმული თუ ეგ საერთოდ კიდევ სხვა რამაზე ვისაუბრეთ ხო და კიდევ ვიცი რისი თქმა მინდოდა ხო ტვინს აქვს ესეთი უნარი რომ ეხლა კი დამუშავდა გამოვასწორეთ მაგრამ რაღაც დროის მერე იცის ამ ამბის გახსენება უფრო სწორად ამ ამბის გახსენება კი არ უნდა იგივე პროცესის მიუხედავად იმისა რომ მტკივნეულია იმის განცდა უნდა ხელახლა იმიტომ რომ ეს რაღაც მომენტში მომხიბვლელია კი აქვს თავის რომანტიკა დამოკიდებულება არის ჩვეულებრივი ეგეც ანუ ტანჯვაზე დამოკიდებულება ჩვეულებრივი დამოკიდებულება არის რა ანუ იმ ქიმიაზე ხარ დამოკიდებული რაც ხელში ხდებოდა და იმის განცდა ისევ გინდა რა და ამას ტვინი პულსაციას გამოსცემთ და გაიხსენე ის ამბავი და ის წესით კი დაიწყებული გაქვს მაგრამ არა გახსენებს და იმიტომ რომ ისევ დიაში გინდა თუ არ გინდა გამოყოფს სიამოვნების ჰორმონს და იმავეს განცდა უნდა და აქ კარგი ის არის რომ ამას რა დააფიქსირებ სიტყვაზე რაღაც ღრმა ჭრილობაზე რა ვიცი 5 ნეიროგრაფიკული ნახატის დამუშავება თუ მოგიწია აქ ეხლა რაღაც პერიოდის მერე ამას თუ იხსენებს ტვინი იმავე მეთოდით რაზეც ვისაუბრეთ ერთი ნახატიც კი სრულიად საკმარისია რომ ის ისევ მოიცილო მაგრამ რეგენერაციის უნარი აქვს ამის თქმა უნდა ხო კი ტვინს აქვს ამის ცუდი შესაძლებლობა ხო ხო
ერთი საინფოდიში მოგაწყვეტნა ერთი საინტერესო გამოცდილება მაქვს. ჩვენ ახლა სულ საუბრობთ, რომ ტრავმა, მიზანი, რაღაც არახელშესახებ ამბებს საუბრობთ და ისეთი ჩემი საყვარელი გამოცდილება, უჯრედულ დონეზე რაც იცვლება. ტკბილზე მქონდა ძლიერი ადიქციები, წეღან ვახსენე კიდეც და ვიმუშავე საკმაოდ ღრმად ამ საკითხზე. და ოღონდ ეს ტკბილზე მუშაობა არ იყო მხოლოდ სურვილი. ეს იყო ჯანმრთელობაში შეეხო უკვე დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ენდოკრინოლოგის დაკვირვების ქვეშ ეს ინსულინი იყო სადღაც სულ გაქცეული, რომ ვაიმე დიაბეტში არ გადავიდეს, სულ რაღაც წამლებს მასმევენ, როგორც კი მოხსნი წამლებს ეგრევე ჰაერში გარბის ეს ინსულინი და ნუ მოკლედ სულ ამ ჭიდაობაში ვარ. დაახლოებით ბოლო 1 წელია გადავწყვიტე, რომ აღარ დავლევ წამალს და მე მივხედავ ტვინის ფუნქციონალით, რადგან ტვინს ნამდვილად აქვს ამის ფუნქციური საშუალება, ხო? თან უკვე დაარწმუნდი, ხო, ეგეც არის, რომ მილიონჯერ დავწმუნდი და მოდი ამჯერად ამას მივაწვეთ. და დავიწყე აი ამაზე მუშაობა, ჯერ რომ შიში მაინც ქონდა თუ არა? იყო, შიში ოდნავ იყო, იცი რატო რომ ტკბილი შეიძლება არ მოგინდეს, მაგრამ ის ხო პანკრეასის მუშაობაზეა, რამდენად და იყო ამაგაზეა საუბარი კი და ოდნავ იყო სადღაც. და როგორც კი დავიწყე ამაზე ღრმა მუშაობა, სხვა შორის კვებითი დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა, მინდა გითხრა კი. დაახლოებით 1 წელი მე წამალი არ დამილევია მარტივად რო გითხრა, ეს საკითხი დამუშავდა და ზუსტად ახლა დეკემბრის ბოლოს მქონდა ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია და ჩემი ინსულინი იყო ისეთ ბალანსში, როგორიც არასდროს არ ყოფილა ჩემი ცხოვრების განმავლობაში კი. და რომ მკითხა რომ რა მოხდა, ვუთხარი რომ წამალი აღარ დამილევია 1 წელია და ტვინის ფუნქციონალით ჩავრთე და ვუმკურნალე. შეცვალე ბიოქიმია. ხო, კი, აბსოლუტურად. აი ჩვენ რო საუბრობთ ხა პანკრეასის ჯირკვალზე, ამაზე მეტად უჯრედულ დონეზე განსახილველი რაღაც შეიძლება იყოს, ხო? კი. ხო, ეს არ ნიშნავს რომ ყველა მე ხა იქ მეკითხავ. არა, ხო, მაგრამ ხო. მინაკეთ, რა თქმა უნდა, მაგას არ ნიშნავს. მაგას საკმაოდ ძლიერი გამოცდილებები ჭირდება და შენ არაერთი რო დაგიგროვდა, ამით უმეტეს ის ეჭვის ჭია მაინც გეყოლებოდა, რომელიც მე სულ უნდა გადალახო მაგ პროცესში, როცა ესეთ იმას შედიდი ხარ, ეს გაუყვალავში, ესე ვთქვათ რა. მაგრამ ნუ ჩემი დამოკიდებულება იცი რომ ყველა ეგეთ გაუყვალავში შესული და გამოსვლა არის ის რომ მე შეიძლება მსახურებაში ჩაუშვა ეგ იდეა ან გამოცდილება, ესე ვთქვათ რაც გაქვს. კარგი, აიც რა მაინტერესებს, აი ბევრი ეს აი რამე შეზღუდვა არის, რომ აი თქვათ ან ასაკობრივი, ან არ ვიცი რა, რაღაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, ან რაღაცა, რომ აი თქვათ ამ ტიპის ადამიანებმა ჯობია რომ ნეიროგრაფიკისგან თავი შეიკავონ, იმიტომ რომ ღრმა პროცესია და ასე შემდეგ. ძირითადად მამაკაცთან ცოტა სხვანაირად მუშაობ ხოლმე და ქალთან ცოტა სხვანაირად, იმიტომ რომ მამაკაცს ჭირდება ტესტოსტერონის, აი რაღაცა გამძლეობის და ჟინიანობის შემოყვანა. მაშინ როდესაც ქალთან უფრო მეტი რაღაცის გაჰარმონიულებაზე მუშაობ. მე შენთან როგორც მამაკაცთან რო დავიწყო ახლა რომ ყველაფერი ჰარმონიულია, შეიძლება უფრო გაგაღიზიანო, იმიტომ რომ შენ გჭირდება ეს გამოწვევა და გადალახო. კი, უფრო მეტად ეგ არის ხოლმე. სხვა ისეთი მკვეთრი შეზღუდვა არ. ეგეც ალბათ შეზღუდვა არ არის. უბრალოდ შეიძლება ის იყოს, რომ ეფექტურობა გქონდეს ნაკლები, ხო, როცა ძალიან დამოკიდებულია ადამიანი რაღაცაზე და გაღიზიანებულია ნერვული სისტემა ხშირად, ხო? აგზნებულ მდგომარეობაში ესე ვთქვათ რა, გარე ჩარევით ესე. ხო, აი ეს ეხა ცენტრში რაც დაიწყო ჩვენთან მუშაობა და ეს ამდენი ხალხი უკვე დაინტერესებულია მუშაობს და აი აქ რა დაკვირვებები გაქვს შენ რა? ხო. ჯერ შენზე რამდენად გაგიჭირდა, იმიტომ რომ მაინც ამდენი ადამიანის ფსიქიკასთან მუშაობ ჯგუფურად, ხო? გააქვს ეს განცდა, რომ შენზე რაღაც გადმოდის ან ვინძურდებიან ენერგეტიკულად გიჭირს ან რაღაცა თუ 24-48 საათი ლოგინიდან ვერტკები. მართლა? ძალიან ფიზიკურად ენერგია გადის დიდი, იმიტომ რომ მარტო ეგ არ არის, რომ აქ მეცნიერება მარტო არ არის, ანუ ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს იმდენად, რომ უფრო მეტად ხვდებოდეთ, რომ ენერგიას ვუზიარებთ ერთმანეთს და ენერგეტიკული დახმარება გინდა თუ არ გინდა გადის, ამიტომ შენ იფიტები ისე რომ რაღაც მომენტში 24 საათი მაინც გჭირდება, რომ ფეხზე აღდგენო, ხო? ნუ მანდ ახლა რაღაც პრაქტიკები, ლოცვები, დაცვის ლოცვები, რაც არის, რაც გვილაპარაკია და სხვადასხვა მეთოდები უნდა დაიხმარო. ყველა ვარიანტში რომ ენერგეტიკა იმაზე. კი, ორი ასე არ არსებობს.
ხო, აი შენზე აგრესიები და რაღაცები ყოფილა ესეთი? ბუნებრივია. როდესაც რაღაც ღიზიანდება ხოლმე ამ შემთხვევაში ტვინი, მაგრამ მე მაინც იმ კუთხიდან ვიყურავი, საიდანაც შენ რო შემპყრობელი ღიზიანდება და იქ ვირმე მარიამზე კი არა საუბარის, რაღაც სინათლე რო შემოაქვს იმ არსზეა საუბარი და პირველი გაღიზიანება მოდის შენზე. აი ერთ გოგოსთან მქონდა ესეთ უსაყვარლესი მარგო, ესე მივეხმარე ხელით რა და შენ რო შეხეს მაღიზიანებს, ვაი წარმოიდგინე როგორი გაღიზიანებები მოდის, მაგრამ ეს ბუნებრივია და ეხლა ამისთვის მზად ვარ, კი. ხო, სხვანაირად ვერც დაიწყებდი ახლა თავისთავად მუშაობას გიმზად ხარ. სხვათა შორის რაღაც მეჯიქები ახლავს თან რა, რა კონკრეტულად. საერთოდ მე პირადად ნეიროგრაფიკას ვაპრაქტიკებ 2 წელია, მაგრამ არასდროს არ მქონია ესეთ სურვილი, რომ აი მოდით რაღაც გაგაკეთებინოთ, არ მქონია ეს არასდროს და ესეთი ციკლურობა ახლავს ჩემს ცხოვრებას, რომ დაბნელებიდან დაბნელებას შორის რაღაც დიდი იცვლება ხოლმე დეკორაციაში, მაგრამ აი ეს დაბნელების გავლაა ჩემთვის ესეთ ძალიან რთული. ყველა სასიცოცხლო ენერგია ნულოვან ნიშნულზე ჩადის ხოლმე და აი ეს ბოლო დაბნელება როდის იყო მზის 2 ოქტომბერს, მახსოვს ესეთი რთული წინასაღამო მქონდა და ამ რთულ საღამოებში სამყაროსგან დიდი დახმარება მივიღე ისეთი რომ აი ჩვენ შენთან ვართ სამყაროს ყველა მორალი შენთან არის და მაშინ მახსოვს რომ აი მადლიერების ნიშნად ვთქვი რომ თუ კი ვინმესთან რაღაც სინათლის ასანთება და ჩემი გამტარიანობა გამოგადგებათ მიგულისხმეთ მეთქი და ზუსტად მეორე დღიდანვე აი ესე მოხდა რომ ვიღაცამ დასვეკითხა რომ აი გამიგია რომ ნეიროგრაფიკა კაი რაღაცაა და სად მოვძებნო მასწავლებელი და ხვდები რომ სამყარო გეუბნება რომ კი შენთვის არის აი ეს ადამიანები ხო თავისით გაჩნდნენ მე ცენტრის ამბავიც ხო ესე თავისით მოვიდა და სხვა შორის ახლა კიდე რა დაემატა მეჯიქებს შორის შენთანაც დატესტილი მაქვს თუ მახსოვს ნეირონულ ხაზებს რო ვაკეთებინებ ხოლმე ერთ-ერთი მეთოდია მონეტას ვიყენებთ ხოლმე და მონეტას მიყვევი და ჯგუფთან რო დავიწყე მუშაობა 5 თეთრიანები და 10 თეთრიანები მოვიმარაგე ერთ ჩანთაში ჩავყარე და რაც ეს დავიწყე ნეიროგრაფიკაზე რომ მოვდივარ ვპოულობ 5 თეთრიანს და 10 თეთრიანს. ოღონდ ისე არ ვპოულობ ნეიროგრაფიკის პრაქტიკას რო ვიწყებ. გუშინაც ჩემთან გოგო მოვიდა პრაქტიკაზე და მანქანა ნეიროგრაფიკისთვის და მანქანა გადმოვიდა თუ არა მანქანასთან ეგდა 5 თეთრიანი. ეს რაღაცები მოდის რომ აი ახლა აქ ვართ კი. ნუ ეგრეთ ხმა ფსიქიურ ველებს რო ეხები ხო და იქ კონკრეტული ფორმები შეგაქ რაღაც არ აქვს მნიშვნელობა 5 თეთრიანი ეს. ხო პირობით. ხო ანუ სინქრონულობა იზრდება და ყოველთვის ან მაღალ ენერგეტიკაშიც და ესე შემდეგ რო ხარ უკვე რო რაღაცა სამყაროს ამ ნაკად ველებს რო ეხები უკვე შენი ენერგეტიკიდან რაღაცა ან მუშაობთან რაღაც უკვე იწყებს სამყარო თავის სინქრონულობების გამოვლენას და ეს სინქრონულობები სულა მაგრამ შემჩნევას იწყებ რა და დანახვას და გადაკვეთას შენ ტაიმლაინზე რა ხო და საოცარი ადამიანები მოვიდნენ მართლა საერთოდ სხვადასხვა გამოცდილებებით და საერთოდ სხვადასხვა შინაგანი მდგომარეობებით და ვერ აგიღწერ უბრალოდ ჯერ მხოლოდ 3 სეანსი იყო ხო აქამდე ჩატარებული ჯგუფური და აი ამ 3 სეანსში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ შედეგებმა და იმ ფიდბექებმა რაც ხო არა ეგ თვალსაჩინო არის ინტერესიც და ასე შემდეგ მადლობა მათკე ხო აი ნუ ეს ყველაფერი არის შენი მუშაობის ნაყოფი მათი მზაობის ხო ნუ მე ვიძახი რომ შენ ახლა რა გზაზე ცხარ ახლა რო ვიცი შენი ცხოვრების გზა ახლა რუკიდან დეტალებს არც ვიტყვი რა თქმა უნდა მაგრამ კიდე ერთი დადასტურება ხარ იმის რომ ადამიანი როცა რაღაცას გააცნობიერებს და შეცვლის მერე უკვე არა მხოლოდ ის რომ რაღაც ამ დაკმაყოფილების შეგრძნება აქვს რომ რაღაცა რა მერე უკვე ცხოვრების გზაზე მსახურების არეალი იხსნება ნამდვილად სად უნდა გამოამჟღავნოს ის იმიტომ რომ არაერთხელ მაქვს ნათქვამი რომ ჩვენი ინდივიდუალური გასხივოსნება არავის არ აინტერესებს რა ეს გასხივოსნება ხდება რაღაცისთვის იმიტომ რომ ყველა გადამულები ვართ ერთმანეთთან ესე ვთქვათ რა და მადლობა შენ რომ ეს ყველაფერი შეძელი და ჩვენთან ერთად ხარ. დაპირეკი და სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ მარტო მსახურების გზა კი არა პირადად ჩემი ცხოვრების მაგალითზე შემიძლია ვიმშელო იმით რომ ფიზიკური ველი მატერიალური სივრციდან არ ლაგდება. აბსოლუტურად სხვა შრეებზე იწყება დალაგება. აი როცა იქ ალაგებ და ასუფთავებ რაღაცებს ხო
აქ დანარჩენი ჯანმრთელობა, ფინანსები, პირადი, მენტალური, გარესამყაროში ადაპტაცია და სოციუმისგან მიღება, ეს ყველაფერი ლაგდება თავისით და ამაზე ზედმეტი ზეწოლა და მოდი ახლა ძალისხმევა ჩავდო, ზედმეტი უკვე აღარ არის საჭირო და უბრალოდ ნაკადში ხარ და ბევრად უფრო რბილი და მოქნილი ხარ ამ ნაკადში და სულ ამის პრაქტიკანტებთანაც სულ ამის გამოყენება მინდა ხოლმე რომ მაქსიმალურად მიყევით ნიშნებს, რაც თქვენგან მოვა, გაწმინდეთ, გაათავისუფლეთ ენერგია და დანარჩენი, რა ვიცი, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და დანარჩენი ღმერთს მივდოთ. და ვიმუშაოთ მიზეზთა სამყაროში, სადაც არის მიზეზები, ესე ვთქვათ, რა და მე ჭიდაობა არ გიწევს უკვე ქვემოთ. და ეს და მე ნდობა გაქვს რა მიღებულ. იცი რომ მიგესვლება ყოველთვის. ნამდვილად. მადლობა ძალიან დიდი მარიამ ჩვენთან ერთად რო ხარ, ამ ყველაფერს რო ერთად ვაკეთებთ იმ მუშაობისთვის, რაც ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, არ გულწრფელად გეტყვი, ანუ რომ აი რაღაცა რო ხდება თქვა, აი პირველი ეფექტი კონსულტაციის მერე და რაღაცა დიდი სასიყვარულო წერილები რო მოდის, ძალიან მარტივ პასუხს ხოლმე პროსტა ნამასტე და გული. იმიტომ რომ ჩემი ნამდვილი ეს ბედნიერების შეგრძნება არის ყოველთვის ის, როცა ადამიანი რაღაცა ის პირველი ეფექტი კი არის იუპიტერის გაფართოება, რო დიდი ინფორმაცია. აი მერე უკვე შრომა რო იწყება და იმის შრომის ნაყოფი რო მიიღო საკუთარი ძალისხმევა. ეგ ძალიან მაგარი. და მადლობა შენ. პირიქით შენ მადლობა. და სულ ხარ ჩემს მადლიერების ლოცვებში და ესეც. კაი. მადლობა, დღეს სულ ეს იყო. ნახვამდის შევხვდებით შემდეგ მასწავლებელთან ერთად. Nice.